5 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული 10,000-მდე აღწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრის შემოივლის. მოსახლეობის რაოდენობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საფუძვლიანად შეისწავლის. ოჯახში აღწერის პროცესი 40-დან 60 წუთამდე გაგრძელდება. გამოკითხვის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება. აჭარაში მოსახლეობის აღწერისთვის 926 აღმწერია დასაქმებული. სტატისტიკის ბათუმის სამმართველოს უფროსი ედიშერ შერვასიძე მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ჭრილში დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, რაც არსებობს ქვეყანაში, რაც სამომავლოდ უკვე 10 წლის განმავლობაში საბაზისო მონაცემი იქნება და დაეხმარება ქვეყანას თავის პრიორიტეტების განსაზღვრაში. 2015 წლის აღწერისთვის სულ შეირჩა 12,500 ადამიანი, რომელიც დასაქმდა. აქედან უშუალოდ აღწერი იქნება 10,000, რომელიც ინდივიდუალურად შევა თითოეულ ოჯახში და კითხვარის საშუალებით ჩაატარებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას. მოსახლეობასთან ერთად ტარდება სოფლის მეურნეობის აღწერა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია იქნება, ეს იქნება ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის, დავიწყებ ბიზნეს სექტორისათვის, იქნება ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო. ვეთხოვთ მთლიან რეგიონის, აჭარის რეგიონის მოსახლეობას, რომ თანამშრომლობდნენ აღწერებთან, კარი გაუღონ და გავიგოთ რამდენი ვართ.